მოგესალმებით, ეს სპორტერა, მე დავით ერაძე ვარ. ლელას საოცარი შოუს მერე სპორტული ამბები და კოკა-კოლას ენერგიით ვაგრძელებთ ჩვენს ეთერს. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და ამბებით დახუნძლული კვირა იყო. გამორჩეული იყო ეს კვირა ქართველი სპორტსმენებისთვის პარიზის გრანდ სლემზე, ქართველი ჯუდოისტების ტრიუმფი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გამოსარჩევია ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ასისტი სერიაში, რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილი პრიმერა დივიზიონში საოცარ სეივებს ჩადის, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და გვაქვს მიზეზი იმისი, რომ ვიამაყოთ ქართველი სპორტსმენებით მართლაც საუცხო პერიოდი უდგას ქართულ სპორტს ფაქტობრივად ყველა სახეობებში და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე ცხოვრობთ ფაჩულიას ერაში, ტალახაძის ერაში, დვალიშვილის ერაში, შავდათუაშვილის ერაში, უკვე ცოტა ხანში ჩვენ გადავერთვებით კვარაცხელიასა და მამარდაშვილის ერაში, ასე რომ ჩვენი გადაცემა ყველა პირობას გვაძლევს იმისთვის, რომ არ მოვიწყინოთ და საინტერესო სპორტული სიახლეები და საინტერესო სტუმრები მუდამ გვყავდეს. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, კიდევ ერთ ერას დაუბრუნდებით, რომელიც უკვე იაპონიას უკავშირდება მართლაც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სპორტულ კულტურას, ეს არის სუმო. მართალია დასრულდა კოკაის ერა სუმოში, მაგრამ ჯერჯერობით ისევ არის ტოჩინოშინის ერა და იმეც ვიტოვებთ, რომ უმძიმესი ტრამვის შემდეგ ტოჩი ისევ დაბრუნდება დოჰიოზე. მანამდე კი ელენე მარგალიტაშვილი სუმოს საოცარ სამყაროში გვამოგზაურებს, მეც ძალიან დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებ ელენესთან ერთად, ხოლო ამის შემდეგ უკვე ჩვენ სტუდიაში შემოვა კოკაი, იგივე ლევან ცაგურია და იმ ურთულეს გზაზე მოგვიყვება, რისი გავლა უწევთ სუმოისტებს, რათა ისინი მართლაც უმაღლეს საფეხურებამდე ავიდნენ. მოკლედ, ნახოთ როგორ შეიმოსება კოკაი. იაპონიის დროით დილის 5 საათია. ჰეიაში ახალგაზრდა რიკიშები იღვიძებენ და საწოლის ალაგებას ერთდროულად იწყებენ. სეკიტორობაზე, ანუ პროფესიონალ სუმოისტობაზე მეოცნებე მოჭიდავეები საგულდაგულოდ გაზრდილ თმას ისწორებენ და ჩონმაგედ წოდებულ ვარცხნილობას იკეთებენ. შემდეგ 3 მეტრიან მავაშის, ანუ სუმოისტების სავიზიტო სამოს ირგებენ და სავარჯიშოდ მიდიან. საუზმეს არ ჭამენ, ვარჯიშოდ ამზადებენ და ჯერ გაწელვებს, შემდეგ კი შიკოს ვარჯიშებს იწყებენ. ანუ ფეხებს ჰაერში სწევენ და ძირს ძლიერად ანარცხებენ. ეს მებრძოლს შინაგანად აძლიერებს და უძველესი ლეგენდის თანახმად ბოროტი ძალების განდევნაში ეხმარება. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი სუმო. შეჭიდება, რომელსაც იგებს ის, ვინც მეტოქეს წონასწორობას დააკარგვინებს და ან ძირს დაანარცხებს, ან დოჰიოდან გააგდებს. ახალგაზრდა რიკიშების უმეტესობა ჯერ კიდევ თინეიჯერია. ისინი სეკიტორის ცხოვრებაზე სკოლის ასაკიდან ოცნებობენ. ერთი სული აქვთ პროფესიონალი სუმოისტების მსგავსად, როდის ეყოლებათ ფან-კლუბები, როდის გამოიმუშავებენ დიდ ფულს და როდის გაწვრთნიან მათსავით პატარა მოჭიდავეებს. თუმცა, წარმოუდგენელი მოთმინების, ნებისყოფის, ძალისა და უმკაცრესი დისციპლინის გარეშე სუმოზე ოცნების ახდენა შეუძლებელია. უმცროსი რიკიშები ვალდებულები არიან აიტანონ ყველანაირი ზეწოლა და ფიზიკური დატვირთვა, ემსახურონ სეკიტორებს, შეასრულონ ყოველდღიური მოვალეობები, რაც საჭმლის მომზადებას, ჰეიას დასუფთავებას, დალაგებას და ზოგჯერ უფროსი სუმოისტების ოფლის მოწმენდას, დაბანას და მასაჟსაც კი გულისხმობს. სამაგიეროდ სეკიტორები, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, 2 საათულ ლანჩს გემრიელად შეექცევიან და შუა დღის ძილით იძინებენ, რომ მიღებული საჭმელი შეირგონ და წონაში მოიმატონ. კვების რაციონი ძირითადად ხორცის, ბოსტნეულის, ბრინჯისა და თევზისაგან შედგება. სეკიტორები საღამოობით გარეთ გადიან, ერთობიან და ბიზნეს პარტნიორებს ხვდებიან. უმცროსი რიკიშები კი ჰეიაში რჩებიან, დარჩენილ საქმეებს ასრულებენ და იძინებენ. ან სეკიტორების ცუკებიტოები, ანუ მსახურები ხდებიან და მთელ საღამოს გარეთ მათ დახმარებაში ატარებენ. მარტივი ცხოვრება არც მაღალი რანგის სუმოისტებს აქვთ. ისინი ვალდებულები არიან მუდმივად იზრუნონ წონის შენარჩუნებაზე. ჩაიცვან მხოლოდ ტრადიციული იაპონური სამოსი, ხალათი და სანდლები. გაიზარდონ თმა და მუდმივად ატარონ ჩონმაგე, რაც მათი პროფესიონალიზმის სავიზიტო ბარათია. არასოდეს მართონ ავტომობილი, იცხოვრონ სპეციალურ დასახლებაში და დაიცვან ყველა ის მკაცრი წესი და რეჟიმი, რომელსაც იაპონიის სუმოს ასოციაცია არეგულირებს.
დიახ, სუმოს სამშობლო იაპონიაა და მისი სახელწოდება ითარგმნება როგორც შეჯიბრი, ბრძოლა, დარტყმა ერთმანეთზე. ეს ეროვნული სპორტის სახეობა და ქვეყნის სავიზიტო ბარათია, რომელიც ყოველწლიურად უამრავ სტუმარს იზიდავს და დაძაბული შერკინებით, დაუვიწყარი ემოციებით, დრამატული სცენარითა და რიტუალური სანახაობებით ანებივრებს. სუმოს ჩემპიონატი წელიწადში 6 ჯერ იმართება და მონაწილე სუმოისტების წოდებებს განსაზღვრავს. ბრძოლა ყოველთვის კვირადღეს იწყება და 15 დღის განმავლობაში გრძელდება. წესები მარტივია, მარცხდება ის, ვინც დოჰიოს საზღვარს გადასცდება, ან სხეულის რომელიმე ნაწილით გარდა წერფებისა მიწას შეეხება. მონაწილეები წონის მიხედვით არ იყოფიან და სუმოისტი შეიძლება თავისზე ორჯერ დიდ მეტოქესაც შეებრძოლოს. დაშვებულია ერთმანეთზე მიწოლა, ჩაჭიდება, ანუ იორი და ის 82 მოძრაობა, რომელიც როგორც წესი გამარჯვების მომტანია. ამ მომგებიან მანევრებს კიმარიტეს უწოდებენ. მაგალითად, კიმარიტია აშიტორი, როცა სუმოისტი ებღაუჭება მოწინააღმდეგის ფეხს და ეკაჩება სანამ არ წააქცევს. ან იორიკირი, როცა სუმოისტი ოპონენტის მავაშის, ანუ სქელი ნაჭრის საცვალს ეჭიდება და ნელ-ნელა რინგიდან აძევებს და ასე შემდეგ. არსებობს კინჯიტეც, აკრძალვების მთელი სერია, რომელიც დისკვალიფიკაციით ან მკაცრი სასჯელით სრულდება. ასეთია მაგალითად მეტოქის თმით მოკაჩვა, მუშტის გამოყენება, თვალებში დარტყმა, თითების გადაწევა და სხვა ილეთები. საყურადღებოა ისიც, რომ მაღალი რანგის სუმოისტებს სხვადასხვა ფერის აბრეშუმის მავაშები გამოარჩევთ. მაშინ, როცა დაბალი რანგის სპორტსმენებს მხოლოდ ბამბის შავი მავაშის ჩაცმა შეუძლიათ. სამოს იმდენად ოსტატურად ირგებენ, რომ ჭიდაობისას უხერხული ინციდენტები თითქმის არასოდეს ხდება. საბოლოო ჯამში სუმო გაცილებით უფრო მეტია ვიდრე საიმპერატორო სპორტის სახეობა. ეს არ არის მხოლოდ ილეთები, მარცხები ან გამარჯვებები. აქ ყველა დეტალს მნიშვნელობა, შინაარსი და მეხსიერება აქვს. დოჰიო წმინდა ადგილია, სადაც ოდესღაც შინტოს ღმერთები იბრძოდნენ. ჩონმაგე სამურაიზე მოგონებებს ინახავს. საჯები შინტოს მღვდლებსაც ოცხლებენ. შიკირის შესრულებით სუმოისტები უძველესი იაპონელი გლეხების რიტუალურ ცეკვას იმეორებენ. წმინდა მარილით ბოროტ სულებს განდევნიან. ჩიკარა მიზუს წყლით კი ბრძოლისთვის საჭირო სუპერძალებს იხდგენენ. სუმო არის ფილოსოფია, რელიგია, ცხოვრების წესი, რომელიც მრავალი საუკუნის წინ შექმნეს, შეიყვარეს და შეინარჩუნეს. ეს არის ღმერთების სპორტი, ეროვნული სიმბოლო და პატრიოტული სენტიმენტი, რომელიც იაპონური სულის ყველაზე საინტერესო ნაწილებს კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში შემოინახავს. ნახეთ, ელენეს მართლაც საუცხოო სიუჟეტი და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აი ესეთ რაღაც სიღრმისეულად გავდივართ იმ ურთულეს გზას, რასაც გადიან ის ადამიანები, რომლებიც იაპონიაში განსაკუთრებული პატივისცემით და განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ, რა თქმა უნდა, სუმოისტებზეა საუბარი და მიხარია, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ამჟამად უკვე საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი, თუმცა ერთ-ერთი კი არა, ალბათ პირველი ქართველი სუმოისტი და რომელმაც ეს გზა გაუკლია ჩვენ სუმოისტებს, ლევან ცაგურია, იგივე კოკაი, ძალიან საინტერესოა ლევან, ალბათ ჩვენი მაყურებელი ამ წარდგენის შემდეგ უკვე მავაშითაც გელოდა. ხო, მავაში უკვე დიდი ხანია რაც არ გამიკეთებია, ძალიან საინტერესო სიუჟეტი გამოვიდა, ასე რომ დიდი მადლობა თქვენ. მოდი ეს თემა რო ამოვწუროთ, რატომ აღარ უკვე მავაშით? ტრადიციის ერთ-ერთი შემადგენელია, რომ აღარ შეიძლება რომ ხო, არა, პრინციპში ტრადიციას არავითარ არ შეეხება, უბრალოდ არ მქონია იმის საშუალება რომ გამეკეთებინა და კაი მე ჩვენი აუცილებლად მეც ავიღებ და არა ეს არა გაბარიტებს ეცი პატივი აუცილებლად კოკა-კოლა გვექნება განსაკუთრებული, იმიტომ სასაუბრო იმდენი გვაქვს თქვენთან ლევან, იმდენი და ისეთი საინტერესო გზა გვექნება გასავლელი, რომ ისე აი სიუჟეტიდანაც გამოჩნდა ის ურთულესი გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ და არა მხოლოდ თქვენ გადიან ტოჩიზე კითხავ აუცილებლად ფედერაციის პრეზიდენტი ხართ ის ბოლო პერიოდის ყველაზე წარმატებული ქართველი სუმოისტია, ვიცით რომ ოპერაცია გაიკეთა. როგორაა ახლა ტოჩი, რამდენად გაქვთ ინფორმაცია მისი უკვე ჯანმრთელობის დონეზე? ხო, რა თქმა უნდა, ლევანემ თავის კარიერაში ძალიან ბევრ ამას მიაღწია, გახდა ოზეგი, ეს ძალიან დიდი მიღწევა პირადად მისთვისაც და მთელი საქართველოსთვისაც ასე მიმაჩნია. მაგრამ რა თქმა უნდა,
სპორტი ისეთი სახეობაა თან სუმოში, რომ სუმო ტრამვიანი სპორტია. ძალიან ტრამვიანი სპორტია და ლევანიც მაგალითია პრინციპში რო ვთქვათ, იმიტომ რომ მუხლი, ფეხი, ხელი, რა ვიცი, აი ყველაფერი ქონდა გაწყვეტილებიც ხონდა მყესები, ასე რომ ძალიან დიდ მიზანს მიაღწია და სამწუხაროა რომ აი ბოლო შეჯიბრზეც ხარი ძალიან მძიმეთი ტკინა და რა ვიცი, იმედი გვაქვს რომ გამოვა და იასპარეზებს. მეც ძალიან დიდი მეც ვიტოვებ, აი ვიცი რომ ძალიან მებრძოლია ტოჩი და აი აქედან გიგზავნით, რა ვიცი, აი დიდ ძალას რომ კი აუცილებლად და იპოვოს და რა ვიცი თუ შეძლებს ჩვენ მოხარულებს ძალიან მოდი თუ სნუ ვიტყვით ახლა მოდი და მოდი სანამ იაპონიაში ვიმოგზაურებთ დავიწყოთ ბავშვობით და ბავშვობა რომელიც სოხუმს უკავშირდება და ალბათ სიმბოლურიცაა სოხუმს და თქვენს ბავშვობას უკავშირდება თქვენი შემდგომი მეტსახელი ანუ შიკონა რომელსაც იაპონიაში სუმოისტებს აძლევენ კოკაი, შავი ზღვა. შავი ზღვიდან სოხუმიდან. სოხუმლები ვართ, სოხუმიდან წამოვედით. ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა საქართველოსთვის. სოხუმში დავიწყე ასე თქვა ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, პირველი ნაბიჯები იქ გადავდგი. მახსოვს მშვენიერი ქალაქი, მახსოვს მშვენიერი ზღვა და ძალიან დასანანია რომ ჯერჯერობით აი ასეთი ცხოვრებისეული ეტაპი აქვს საქართველოს. მის მერე რაც ჩვენ თბილისში გადმოვედით, რა თქმა უნდა, დავიწყე ისევე თავისუფალზე ჭიდაობა. საიდან გაიგეთ სუმოს შესახებ? იმიტომ აი მაგ პერიოდში ნამდვილად არ იყო სუმო ესე მასებისთვის ცნობილი. აი ჩემი უფროსი მეგობარი ლევან ებანოიძე, პირველი თუ მეორე მსოფლიო ჩემპიონატი იყო, ზუსტად აღარ მახსოვს. მან მიიღო მონაწილეობა და გახდა მსოფლიო ჩემპიონი. აქედან გამომდინარე უკვე იაპონია. მაგრამ ეს არ იყო ის დონე, რაცაც უკვე ეს მოყვარულთა შორის იყო, მაგრამ მაინც აი პირველი ნაბიჯები უკვე ეს გააღვივა იაპონიაშიც, რომ აი არის ქვეყანა, სადაც ევროპაში შეიძლება იყვნენ ტალანტები. და იყვნენ ტალანტები და აი ამ პირველმა ნაბიჯმა, მისმა ნაბიჯმა, ასე ვთქვათ, ჩვენ უკვე ქართველებს, ვინც იქ თავად წასულები, მოხდა საშუალება, რომ იაპონიაში მოხვედრილი ყავით. აი ჩვენ ვახსენეთ კოკაი, აი შიკონას თვითონ აი ამ მეტსახელს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც საბრძოლო ნათლობას გადიხართ, ასე ვთქვათ. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან მიამაყებოდა ეს შკონა. მე რომ პირველად ჩავედი იაპონიაში, რა თქმა უნდა, არც ენა არ ვიცოდი, არც წესწორებები არ ვიცოდი და კლუბში რომ შევედი, პრეზიდენტმა დამიძახა თავის ოთახში და მითხრა რომ დღეიდან შენ იქნები კოკაი, ასე ვთქვათ. ანუ მან უკვე შეგისწავლა შენი ისტორია. მან უკვე შეისწავლა საიდან ვიყავი და რა თქმა უნდა, კითხვა დაუსვრო, რას ნიშნავდა ახლა ეს მოგეწონებოდა რა თქმა უნდა, რა ვიცი, ჩემს სიხარულს არ ქონდა საზღვარი, იმიტომ რომ ასოციაციამ აი შავი ზღვა, სოხუმი, საქართველო ეს ყველანაირად ასე კარგად ჟღერდა და გამოვიდა კიდევ. ენა ახსენე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი პრობლემა ალბათ რაც იყო, შენს ძალიან რთულ გზაზე იქნებოდა ენობრივი ბარიერი. ხო, რა თქმა უნდა, გამიჭირდა, მაგრამ კლუბის ცხოვრებიდან გამომდინარე, ჩაკეტილი ცხოვრებიდან გამომდინარე, დაახლოებით 2-3 თვეში რაღაც პირველი, ასე ვთქვათ, ნაბიჯები ამ სფეროშიც გადავდგით და რაღაც უკვე ერთმანეთს დავუწყეთ, ასე ვთქვათ, გაგება. აი, როდესაც ჩახვედით საქართველოს შესახებ იცოდნენ რამე თუ ჯერ კი, საქართველოს შესახებ იცოდნენ, იმიტომ რომ ეხა სტალინი ყველა მეცის და ქართველი როა ყველა მეცის. სამწუხაროდ. ხო. ძალიან კარგია რომ შენი და ასე ვთქვათ უკვე ტოჩის შემდეგ საერთოდ სხვანაირად გაიცნეს. სუმო საერთოდ სხვა დონეზე იაპონიაში იქინაც კარგად ჩანს, მე მახსოვს პირადად მეც ვაშუქები. თუ არ ვცდები 5 წამყვანი ტელეკომპანია ჩამოყვა ტოჩის, როდესაც მან იმპერატორის თასი მოიგო და ისეთი დაბრუნდა სამშობლოში. ხო, რა თქმა უნდა, სუმო განსაკუთრებული სპორტია ხა იაპონელებისთვის, რა თქმა უნდა, იმპერატორის თასზე არის აქ ჭიდაობა, ღვთაებრივი სპორტია პირველ რიგში და აქედან გამომდინარე იაპონელი ხალხი ძალიან დიდ პატივს სცემს, ასე ვთქვათ, სუმოისტებს, იმიტომ რომ მათ შეინარჩუნეს ის ძველი წესშუალებები, რომელიც სამურაების დროდან მოდიოდა, დაწყებული აგერ ჩაცმულობიდან ვთქვათ, ვარცხნილობიდან ვთქვათ და აქედან გამომდინარე ეს ხალხი ძალიან დიდ პატივს სცემს, რომ აი ეს კულტურა, როგორიც იყო საუკუნეების წინ, ასე ვთქვათ, ეს გადმოვიდა ყველაფერი და დღესაც გრძელდება.
გზა დიდ გამარჯვებამდე, აღიარებამდე, ანუ აი ძალიან რთული გზა არის, როდესაც ფაქტობრივად ყველაფრის კეთება თვითონ გიწევს, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ უკვე შემდგარი სუმოისტებისთვის, მათთვის ფაქტობრივად საჭმლის მომზადება, ყველაფერი თქვენზეა. ნუ როგორ არის იცით, აი არის კლუბის შიდა განაწესი და ასე იგი იერარქიულად მიყვება ყველა დონე. ესაც ძველი ტრადიცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძველი ტრადიცია არის განმოღებული. ძალიან სპარტანული ცხოვრება, ასე პირდაპირ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ეხლა საქართველოს რო წავედი სხვა გარემოში ვარჯიშობდი, ჭიდაობდი, იქ რო ჩავედი საერთოდ სხვა გარემო დამხვდა და მინდა ვთქვა ის, რომ პრინციპში ყველამ უნდა გაიაროს ის საფეხურები, რომ უკვე დიდი სპორტსმენი გახდეს. აი ამაზე არის ეს აწყობილი. ნუ დილა იწყება, მოგეხსენებათ. რამდენი წლის იყავი ლევან? მე ვიყავი 19 ვიყავი რო წავედი. 5 საათზე იწყება მზის ამოსვლიდან და ყველას აქვს თავის ფუნქცია, რა თქმა უნდა. ეს არის დიდი ოჯახი პირველ რიგში, სადაც პრეზიდენტის მეუღლეს მისი ოჯახიც ამ კლუბში ცხოვრობს. და იწყება ვარჯიშები უკვე 6 საათიდან, გრძელდება დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც უკვე სუმოისტები მიირთმევენ ჩამკონაბეს, სპეციალური ეს სუმოისტების, ასე ვთქვათ, ყოველდღიური საკვებია. შუადღეს კალორიული საკი, კალორიული და აი ასე ვთქვათ, სუპის მაგვარი ჩამკონაბე არის. და ვარჯიშის შემდეგ უკვე ამას რომ მიირთვევს სუმოისტები, შემდეგ სადღაც 2-3 საათი დასვენების დროა, სადაც ძირითადად ისვენებენ და ძინავთ, იმიტომ რომ აღედგინონ ენერგია და მერე საღამოსაც უკვე ვარჯიშები არის. აი ლევან ძალიან მინდა გაიხსენო ის შენი 19 წლის ემოცია, როდესაც 19 წლის ბიჭი მიხვედი და დაინახე თუ რა შარში მოხდი, მოდი ასე ვთქვათ, აი გითხრეს ეს უნდა გააკეთო და ხარ აბსოლუტურად სხვა ტრადიციებიდან, სხვანაირ სიტუაციიდან მოხვედრილი იქ სუმოს სამყაროში. პრინციპში უკვე წასვლა რო გადავწყვეტე, ფიქრის დრო არც მქონდა რა პრინციპში რო თქვა, იმიტომ რომ მიზანი მქონდა დასახული, რომ რაღაც შედეგი უნდა მიიღწია, ასე რომ ამა ყველაფერმა ეს გადამალახილა. ყოფილა შემთხვევა იქ რო ყოფილხარ, აი ფაქტობრივად ბავშვებიც მიდიან იქ, აი ის იყო, აი არის ასეთი ვთქვათ, რომ აი ტელეფონი არ შეგიძლია რო ქონდეს. თავიდან რო ჩავედი, ნუ თავიდან კი გამასაუბრეს, ეხლა რო კარგად ჩავედი, აგერ კლუბში ვარ უკვე შიგნით ვარ, მაგრამ მაინც აი სანამ ელიტაში არ გადადიხარ, იქ აკრძალვა არის ამაზე და აი რამდენჯერ ელაპარაკებოდით ოჯახს? ნუ ალბათ დაახლოებით შეიძლება 4-5 თვის განმავლობაში ერთხელ. გასლაპარო 5 თვის განმავლობაში შეიძლება ტელეფონი არ მოეცათ? კი ბატონო, აი იყო ეგეთი ის რომ ნუ ამით უფრო აი მართლა მაინტერესებს ამით რის მიღწევა? აი ამით აი ხედავთ რა საერთოდ სხვა მენტალიტეტის ხალხია, ამით იმის მიღწევა უნდათ მარტო ჩემთან არა, არამედ მთელ ვინც იქ მოჭიდავეები ვიყავი და კლუბში იყვნენ, რომ რაც შეზღუდვა გააქვს და შეგიძლია ეს შეზღუდვა იმ შემთხვევაში მოიხსნა, როცა ელიტაში გადახვა. ესე იგი შენი მიზანია, რომ გადახვიდე ელიტაში და შენი კლუბი, ასე ვთქვათ, გადარჩინო, ხო, კი ბატონო, აი ეს არის ძირითადად მაგათი. აი, როდის გადახვედი და მივხვდი უკვე რომ ელიტაში ხარ? ხო, ნუ დაახლოებით მე 2 წელიწადში გადავედი. 2 წელი დაგჭირდა. 2 წელი დამჭირდა, კი ბატონო. და აი ბოლო ასე ვთქვათ ჭიდაობა მქონდა, აი თუ მოვიგებდი, ნუ ვიცოდი რომ გადასული ვიყავი. და აი მაშინ მივიღე ძალიან დიდი ემოციები, გამოვედი თუ არა, უკვე ვიცოდი რომ დარეკვის უფლებაც ხოდა და დაურეკე ოჯახს და უთხარი რომ აი ლევან მაგ დროს რომ მოიგე და ემოციას ვერ თოკავ. არ შეგიძლია ხო ის ტრადიციული რაღაცა ემოციები. ხო, აი ზუსტად აი ეგეც ძალიან კარგია დავით რომ მახსენებ ნელ-ნელა იმ ტრადიციებს. იმიტომ რომ აი თვითონ დოხიოზეც ხო პატივი უნდა ცე დამარცხებულ როცა მოიგებ ხო არავითარი ემოცია არ უნდა გამოხატო, იმიტომ რომ ეს არის შენი მოწინააღმდეგეს ასე ვთქვათ შეურაცხყოფა. და აი ეს არის კიდევ ერთ-ერთი ეს ტრადიციული მიმართულება, რომელიც სპორტსმენს ეს ნამდვილად სამურაებიდან მოდის უკვე ცხადია კი. მიღწევა რომელმაც უკვე შეცვალა შენი კარიერა.
ალბათ ეს იყო როცა კომოსუბი გავხდი. იმიტომ რომ კარიერულად რო ვთქვათ, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ემოციური და ასეთი წინგადადგმული ნაბიჯი რა. თქვი რომ 2 წელიწადში მივახცე ამას, თუმცა აი როდესაც იგივე შენთვის ვემზადებოდი, ნახე რომ 9 წელსაც ანდობებს ბევრი სპორტსმენი ამ ელიტაში მოხვედრას და ანუ გაგიმართლა თუ აი რა იყო აი შენი ამ მაინც მოკლევადაში ასეთი წარმატების. ანუ 21 წლის უკვე ელიტაში იყავი ფაქტობრივად, ხო? ეგრე იყო. როგორ არის, იცი, ზოგიერთი 9 წელი უნდება, ზოგი საერთოდ ვერ ხვდება და იმიტომ რომ ხა წარმოიდგინეთ დაახლოებით 1000-1200 სპორტსმენია და სადაც მხოლოდ ელიტაში არის 55-60 კაცამდე ასე დაახლოებით. ეს ახლა კონკურენცია არის და ძალიან ბევრი სპორტსმენი ელიტაში ვერ გადადის და ვთქვათ თავის სპორტულ კარიერას რჩება როგორც ასე ვთქვათ ქვედა საფეხურებზე, ხო. ცოტა ძიმე თემებზე ვისაუბრეთ, რაც არის სუმოს ცხოვრებაში და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სუმოს აქვს თავისი სასიამოვნო ცხოვრების რაღაც ეტაპი, აი სასიამოვნო ყველაზე მეტად რა გახსენდებათ? რა თქმა უნდა, როცა ელიტაში გადავედი, ეს იყო პირველ რიგში ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, მიღწევა. საქართველოშიც ბევრმა ხალხმა გაიგო, რომ არის ასეთი სპორტი, არსებობენ ასეთი სპორტსმენები და ეს იყო ჩემთვის ყველაზე ასე ვთქვათ სახალისო და კარგი. ლევან, ბევრი ბავშვი გვიყურებს, რომლებსაც უკვე აქვს ეს რაღაც თავისი ემოციები სუმოსთან დაკავშირებით, ჩვენ კარგ მხარეზეც ვილაპარაკეთ, რთულ მხარეზეც. აი, მაგრამ პირველი მაინც თავარი აი ის რაც არის მთავარი ფსიქოლოგიური აღზრდა. აი როგორ უნდა მოემზადოთ? აი მოემზადოთ, თქვენი რჩევა რა იქნება ამ შემთხვევაში? პირველ რიგში აი მოკლედ ვიტყოდი რა, ტკივილი უნდა აჯობოთ ტკივილით რა. კონტროლი უნდა ისწავლონ. კი ბატონო, ტკივილის კონტროლი უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ აქ ხა თქვა შეიძლება რაღაც ტრავმა მიიღო, წახვიდე დაისვენო, დრო დაგჭირდეს, მაგრამ სუმოში, სუმოში უკვე იაპონიაში ეგრე არ ხდება, თუ ტრავმა გაქვს არ მიღებული, სადაც არა გაქვს მიღებული, ის მხარე უნდა ავარჯიშო და ვარჯიშზე ყოველდღიურად უნდა იყოს ჩასული. მოდი, მაშინ ესაც უთხრათ, რატომ ღირს ამ ყველაფრის გაძლება? რატომ ღირს? იმიტომ რომ იაპონია არ არის პატარა ქვეყანა და თუ იქ შენ არა ძალიან დიდი და სამართლმსაჯულო ქვეყანა არის. თუ იქ შენ წარმატებული იქნები, ალბათ ღირს. რთული იყო სუმოსთან გამომშვიდობება? კი, რა თქმა უნდა, რთული იყო, იმიტომ რომ თითქმის ჩემი ასე ვთქვათ ახალგაზრდობა, 12-13 წელიწადი იქ ასპარეზობდი, იქ ცხოვრობდი. და ემოციურადაც ცოტა არ იყოს გამიჭირდა, მაგრამ სპორტია, ასე ვთქვათ, ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია. თქვით რომ ემოციის გამოხატვა არ შეიძლება. ამ შემთხვევაში უკვე ემოციას მიეცით გამოსვლის საშუალება. როგორ არის, სანამ ასე ვთქვათ, აი ბოლო რიტუალს არ ჩაატარებ. რა არის ბოლო? ეს ბოლო რიტუალი არის, როცა ჩომაგეს თმებს ჭრიან. აი მაშინ უკვე ბოლოს, როცა შენი პრეზიდენტი უკვე ბოლო თმის ღერს მოჭრის და ხელში დაიკავებს, მაშინ უკვე ეს ემოციები ძალიან ამოდის მთელი ორგანიზმიდან და შეიძლება ისე ყვები რომ ეთქობა ძალიან ისეთი იყო. ხო, ვინც თქვა ეს ბოლომდე ჩაიარა, ბოლომდე გაატარა ეს ცხოვრება, ის უკვე სხვა მიმართულებით არის კიდევ აყვანილი და ძალიან დიდი ტრადიციული პატივისცემით უშვებენ ხოლმე ამ სპორტიდან. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ ამხელა გზას რომ გაივლი, უკვე რა გაყვა თქვენს ნაცნავებს? აი ემოციურად რა გაყვა, როდესაც პრეზიდენტმა უკვე ბოლო რასეთ აღწდა? რა თქმა უნდა, ის ყოველდღიური სპორტული თქვა განრიგი უკვე აღარ მექნებოდა. რაღაც ვთქვათ უკვე შვებასავითაც იყო კიდევაც, იმიტომ რომ უმეტ ტრამვები მქონდა რა თქმა უნდა. პრინციპში გარდაუვალი იყო ეგეც და ასე ვთქვა, კარგი მხარეც ჰქონდა და ცუდი მხარეც ჰქონდა რა თქმა უნდა ყველაფერს. ჩომაგეზე მინდა კითხო წერან თქვით და ჩვენ ზოგადად გენეტიკურად ქართველებს გვაქვს პრობლემა მიდრეკილება ასე ვთქვათ. აი მელოტებს აქვს შანსი თუ? აი ეგ ძალიან დიდი პრობლემა არის. მართლა? კი ბატონო,
იმიტომ რომ თუ ჩომაგი არ გიკეთია, დაუწყია კარიერა მოჭიდავეს, მაგრამ დროთა განმავლობაში არა ვართ არავინ ამისგან დაცულები, ასე ვთქვათ, ხო? და იყო შემთხვევები, როცა ვეღარ იკრავდნენ უკვე ჩომაგეს და ფედერაცია უკვე გადაწყვეტილებებს იღებდა. და ანებებდნენ ბიჭები თავს. ესე იგი მე მქონია შანსი და დავკარგე ეს დიდებული შანსი. ჩვენ თქვით შესავალში, რომ თქვენ ხართ პირველი, ვინც ჩვენ სუმოისტებს გაუჭრა გზა იაპონიაში. დღეს ამდენად გვაქვს ეს პერსპექტივა და რამდენად გრძნობთ დაინტერესებას ახალგაზრდებისგან, აი ამ სპორტის სახეობისგან და არიან თუ არა ესეთი პერსპექტიული ახალგაზრდები, ვინც თქვენ შემდეგ ტოჩი უნდა ჩაანაცვლოს და საქართველოს უნდა დარჩეს Tokyo-ს. კი ბატონო, აი ძალიან მძიმე საკითხს შეეხება დათო. ხო, რა თქმა უნდა, საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან, ეხლა გამოჩნდნენ. მაგრამ აი ერთადერთი პრობლემა ისა გვაქვს, რომ აი ეს ახალგაზრდა ბიჭები, ვთქვათ, იაპონიაში კლუბებში გაუშვათ. ამაზე მუშაობთ, როგორც ფედერაცია, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ჯერჯერობით პანდემიიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შეზღუდვები იყო, ხა იაპონია მოგეხსენებათ, რა ქვეყანაც არის. ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ კლუბში მხოლოდ ერთი ასე ვთქვათ, უცხოელი უნდა იყოს, მაგრამ არის კლუბები, რომლის პრეზიდენტები საერთოდ უცხოელებს არ იღებენ. მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები ჩავიყვანოთ და გააგრძელონ იაპონიაში აი ეს სპორტი. რა თქმა უნდა, ამის გარეშე წარმოუდგენელია თუ იქ არ ჩახვედი და იქ არ გააგრძელე, ნამდვილად წარმოუდგენელი. მე აქვე მოგიჭახუნებ ჩვენს საყვარელ სასმელს Coca-Cola-ს და ძალიან საინტერესოა, გვაქვს ესეთი რუბრიკა Coca-Cola ერთი სიტყვით და გვაინტერესებს ლევან ცაგურიასთვის რა არის Coca-Cola. Coca-Cola გემრიელია. ძალიან კარგი. ლევან ცაგურიასთვის Coca-Cola გემრიელია. დიდი მადლობა ლევან, ეჭვიც არ მოყარებოდა რომ ესეთი საინტერესო იქნებოდა შენთან საუბარი, თუმცა ტკბილ ლუკმას როგორც ვთქვით, ბოლოსთვის ვიტოვებთ ჩვენმა მაყურებელმაც იცის და რა თქმა უნდა მოემზადები რომ მოგვიყვე შენი გამარჯვების ერთ-ერთი გამორჩეული ისტორია. დიდი მადლობა წარმატებულად. ხარ, დიდი მადლობა მოწვევს. მოკლედ ვიმოგზაურეთ ნამდვილად საინტერესო სამყაროში, სუმო სამყაროში, ერთ-ერთი უძველესი სპორტის სამყაროში და ძალიან ბევრი რამ შევიტყვეთ და კარგია რომ ლევანი ჩვენთან იყო გულწრფელი, სხვანაირად არ წველოდი ნამდვილად და ჩვენ წინა კვირას გითხარით რომ ყოველ კვირას გვექნება ჩვენ ესეთი რუბრიკა, რასაც ქვია კვირის გმირი და რამდენიმე არჩევანი იყო ნამდვილად ძალიან სამართლიანი და ერთ-ერთ კვირის გმირს აუცილებლად იხილავთ ჩვენს დაიჯესტშიც და ამ სტუდიაშიც, თუმცა მანამდე მინდა გითხრათ რომ კვირის გმირობა არ ნიშნავს მხოლოდ სპორტულ წარმატებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა კი არა უმთავრესია, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო პოზიცია, როდესაც მით უმეტეს ეს სამოქალაქო პოზიცია ეხება ჩვენს ყველა ქართველის საერთოდ ტკივილს, სოხუმს და სამაჩაბლოს, რა თქმა უნდა. ალბათ უკვე ყველა მიხვდა რომ საუბარი იქნება იმ მართლაც საუცხოო ჟესტზე, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელმა ლევან კუტალიამ ისრაელში გააკეთა ერთ-ერთი გოლის აღნიშვნის შემდეგ, მან ყველას დაანახა წარწერა რომ სოხუმი და სამაჩაბლო საქართველოა, ეს სხვათა შორის ისრაელის არაერთ გამოცემის გარეკანზეც მოხდა და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ლევანს ამისთვის. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იმოგზაურა ისრაელში, უფრო ახლოს გაეცნო ლევანს, უფრო ახლოს გაგაცნობთ თქვენს და ალბათ დარწმუნდებით რომ მისი ეს სიტყვები, მისი ეს წარწერა, მისი გულიდან იყო წამოსული. ჩვენთვის თითოეული ქართველისთვის წმინდა ადგილი არის აფხაზეთი, სამაჩაბლო, ყოველთვის საქართველოა, ყოველთვის ასე იქნება ჩვენ ქართულ გულებში და მინდა ეს ყველა იცოდეს. სამაჩაბლო და აფხაზეთი ყოველთვის საქართველო იყო და ყოველთვის იქნება. ჩვენთვის, ჩემთვის, ეგ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემ იყო ესეთი სიტუაცია, ანუ სოხუმის დაცემის დღე იყო და სახლში უყურებდით ფილმს და ჩემი შვილი მეუბნება თუ რა მოხდა, რა ხდება, აუხსენი სიტუაცია, ეს ყველაფერი და გადავწყვიტე ამის შემდეგ, რომ ეს მაისური გამეკეთებინა და
ესე რომ ვთქვათ, წინააღმდეგობები ბევრი იყო ისრაელის ფედერაციიდან გამომდინარე, მაგრამ მე მაინც გავაკეთე. ყოველთვის მაქვს ჩემი სამშობლოს მონატრება. როცა დრო მაქვს ხოლმე, ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე, ვნახულობს ჩემს ოჯახის წევრებს, ყველას. და ესე რომ ვთქვათ, რომელცა ჩამოვდივარ ისევ, ყოველთვის მენატრება ჩემი სამშობლო. როცა მე კარიერას მორჩები, მაქვს ჩამოვიდე საქართველოში და ესე რომ ვთქვათ, გავხსნა ჩემი საფეხბურთო აკადემია, მოსამზადებელი ცენტრი და ეს მაქვს გეგმაში საქართველოში, როცა ჩამოვალ აუცილებლად გავაკეთებ. მოგეხსენებათ, ფეხბურთელი ყოველთვის გადაადგილდება კლუბიდან კლუბში, ამიტომ ჩვენც გვიწევს ხოლმე ხშირად გადაადგილება და მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევით, უკვე მივეჩვიეთ ამ სიტუაციას და უკვე გაგვიმარტივდა, ესე ვთქვათ, ცხოვრება ფეხბურთელთან ერთად. როცა ფეხბურთელის ცოლი ხარ, იქ 24 საათი ყოველთვის ფეხბურთია ჩართული. ანუ გინდა თუ არ გინდა, მაინც გიწევს ყურება ყოველ. არა, მაგრამ ვუყურებთ კი, რა თქმა უნდა, და კარგით მნიშვნელოვანი თამაშები როა ყოველთვის ჩართული ვართ ხოლმე მთელი ოჯახით ერთად ვუყურებთ. ჩართულია ბავშვების ცხოვრებაში, ფეხბურთზე წასვლა, ბავშვების ტარება წინ და უკან. ნუ ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, კარგი მამაა ძალიან. ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანია ზოგადად და ამიტომ შეცვლით არაფერს არ შეცვლიდან. That's right. თუ დააკვირდით, ყველა ჯანიანია, ფიზიკურად ძლიერია და შესაბამისად ტემპიანი ვარჯიში მიმდინარეობს ყველა ვარჯიშზე. გამორიცხულია რამე სიტყვაზე ისაჩკაო ან რაღაცა მაგეთი რაღაცები გამორიცხულია, ჩვენ ჩიპები გვაქვს. ჩიპებს გვიდებენ ესე ჩიპებს და იქიდან უკვე გიმოწმდება რამდენი ირბინე და რამდენიც დაიხარჯე შენ ვარჯიშზე, ასე რომ ზოგადად მაქსიმალურად ყველა ვიხარჯებით ვარჯიშზე. ჩემი ოცნება იყო ბავშვობის, ნაკრებში მოხვედრის და თუ მოხდა ისე და მე ნაკრებში მოხვდი, ჩემ ენერგიას, ჩემ ჯანს არაფერს არ დავიშურებ ჩემი ქვეყნისთვის. მე ვიმსახურებდი ადრეც, ეგ მithქვამს და ეხლაც ვიმსახურებ, რა თქმა უნდა, ხა ისეთ ძლიერ ჩემპიონატში ვთამაშობ. როგორც ისრაელის ჩემპიონატია, მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე გადიან აქ გუნდები, ევროპა ლიგაზე და უგებენ ისეთ გუნდებს, როგორც იუვენტუსია, ბენფიკა არის და ესეთ გუნდებს უგებენ და ძლიერი ჩემპიონატია, შესაბამისად ძლიერ ჩემპიონატში ვთამაშობ და არამატო ვთამაშობ, გოლებიც გამაქვს და ეს კარგად წარმოვაჩინე ჩემი თავი ისრაელში და რა თქმა უნდა ვიმსახურებ. ვაკვირდები ნაკრების თამაშს, ყველა თამაშს ვაკვირდები, ვუყურებ, როცა დრო მაქვს და ნაკრებს ქსელში ბევრი ქართველი გულშემატკივრები მწერს, რომ გვინდა გიხილოთ ეროვნულ ნაკრებში და იქნება დადგეს ეს დრო. რა თქმა უნდა, მე მივესალმები მაგათ ყველას, აბსოლუტურად ვის მე მქომაგობენ და მეც მოვისურვებდი, რომ ახლოს ამ ზამებში ნაკრებში მოხვედრილი ყავ. პირველი დებიუტი 16 წლის ასაკში ვითამაშე, ნახევარი სეზონი ვითამაშე. ამის შემდეგ წავედი ბოსნიაში, ვითამაშე სლავია სარაევოში. საკმაოდ კარგად ვითამაშე, დავყავი სადღაც 4 წელი. გავხდი თასის მფლობელი, ვიცე-ჩემპიონი ქვეყნის საუკეთესო ლეგიონერებს შორის. სამეულში ვიყავი და ნაყოფიერი ის მქონდა რა, წელი მქონდა ბოსნიაში. ამის შემდეგ იყო დაბრუნება საქართველოში, მომიწია ზესტაფონში თამაში. სუპერთასი მოვიგე, მომიწია ქუთაისის ტორპედოში თამაში, ჩემპიონი გავხდი, მოვიგე თასი, სუპერთასი. ჩემთვის საამაყო, რომ თბილისის დინამოში გადავედი, როგორც ფეხბურთელი და მან დრო ჩემი სახელი და გვარი ჩავწერე, ესე რომ ვთქვათ, კლუბის ისტორიაში, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. გავხდი თბილისის დინამოში საქართველოს ბომბარდირი, მოვიგე ქვეყნის ტიტული და ამის შემდეგ იყო უკვე უცხოეთში გადასვლა, კერძოდ ყაზახეთში. 2020 წელი იყო, რომ ჩამოვედი პირველად ისრაელში
აპოლ თელ-ავივში. აპოლ თელ-ავივი არის ერთ-ერთი ისრაელის ძალიან ისტორიული გუნდი, ძალიან დიდი გუნდი. რო ჩამოვედი, შესაბამისად კორონას დრო იყო, აქაც კორონა მოგვე 4 თვე გამისდინა, ესე რომ ვთქვათ, ფორმაში არ ვიყავი, ჩამოვედი, იცოდნენ ჩემი სიტუაცია, მაგრამ აქ სხვანაირად უყურებენ ფეხბურთს, სხვანაირად უყურებენ ფეხბურთელს და მითხრეს, რომ სადღაც მაქსიმუმ 10 დღე 2 კვირა გაქვსო, იმისთვისო რომ უკვე დაბრუნდეო და უნდა გათამაშოთ. მე ვთხარი, რომ ფიზიკურად არ ვარ ისე, არ გამოიყურებ, ცოტა დრო მჭირდება, მაგრამ აქ ზოგადად დროს არ აძლევენ ფეხბურთელებს. ვითამაშე სადღაც 5-6 თამაში, ერთი ძირითად შემადგენლობაში და მე შეცვლებზე შემოვდიოდი. და უკვე არ მაყოფილებდა, ახლა მე უფრო ძირითად სადაც ვიყავი, ყველგან დავტოვე ჩემი კვალი და ასე რომ ვთქვათ, თუნდაც უთხარი შევედი, მე მინდა თქო ძირითად თამაში თქო და აქედან გამომდინარე, თუ არ მათამაშებ თქო, მე უნდა წავიდე თქო. და იყო ესეთი სიტუაცია, უნდა გავეცალე აპოლ თელ-ავივს და წავედი უმეფახემში. რომ მიდიხარ, ყველგან რთულია თავის დამკვიდრება. მით უმეტეს ისრაელში. აი ძალიან რთული აქვს თავის დამკვიდრება, როგორც შენაღნესე, უცხოელების ძალიან რთული ჩემპიონატია ზოგადად. ძალიან რთული, ძალიან ძნელი ჩემპიონატია. მაგრამ ესე რომ ვთქვათ, შენს თავზე რომ იშრომებ, შრომა აუცილებლად ფასდება და მეც შრომა დამიფასე. დიდი მადლობა ლევანს კიდევ ერთხელ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციისთვის, წარმატებები მას, რა თქმა უნდა და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მისი მთავარი ოცნებაც აუცილებლად ახდება და ვიხილავთ მას ეროვნული ნაკრების მაისურითაც. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი რუბრიკის დროც დადგა, მაშასე კვირის დაიჯესტი, ვნახოთ ის საინტერესო მოვლენები, რომლებიც თქვენთვის შევარჩიეთ და ვიცი რომ თქვენც მოუთმენლად ელოდებით იმ ყველა საინტერესო მომენტის ნახვას, რომელიც ამ კვირის მთავარი headline-იც იყო. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 41-3 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ესპანეთში გამართული შეხვედრა პორტუგალოსთან დიდი უპირატესობით წარიმართა. საქართველოს მეტოქის ჩათვლის მოედანი 6-ჯერ აიღო. პორტუგალოსნებმა აჯგუფი 3-3 მოგებით დაასრულეს და ნახევარფინალში პორტუგალიასა და რუმინეთს შორის დამარცხებულ შეხვდებიან. აღსანიშნავია ისაც, რომ ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 0.75 სარეიტინგო ქულა მიიღო იტალიას გადაუწყო და მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. მატჩი საუკეთესო მოთამაშედ ვასილ ობჟანიძე დასახელდა. ბეკა ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულია. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ფინალში უნგრელი კრისტიან ტოტი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალიც მოიპოვა. თელ-ავივის გრანდ სლემის საქართველოს 3 მედლით დაასრულა. ოქროს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმაც, ლაშა ნადირაძემ კი ბრინჯაო. ქუჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ამჯერად სასუელოს წინააღმდეგ. ქართველმა ფეხბურთელმა ეფექტური სოლო რეიდით საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. ახლა კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლია და ამ მაჩვენებლით კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ ლიგაში სერია A, ლა ლიგა, ლიგა 1, პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა. ქართული ფეხბურთის რეკორდი აქამდე გია გურულსა და ალექსანდრე იაშვილს ეკუთვნოდათ. მათ ანგარიშზე 9 გატანილი ბურთია. ახლა კვარაცხელია და ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის აინტრახტთან შესახვედრად ემზადება. სანამ ნეაპოლელები ფრანკფურტში გაემგზავრებოდნენ, მათ ქალაქში რეზონანსული ქურდობა მოხდა. ესპანურ კვარტალში, სადაც მარადონას უზარმაზარი გამოსახულებაა დაიკარგა ფეხბურთელის ფეხის ორიგინალური გამოსახულება, რომელიც ამ კედლის სავიზიტო ბარათად ითვლებოდა. სავარაუდოდ 1990 წლის შემდეგ სკუდეტოს დაბრუნების რეალური პერსპექტივა იქცა ქურდების мотивაციად. მარადონას ფეხის გამოსახულებას ფასიც მნიშვნელოვნად გაეზრდებოდა. 17 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ჩატარდება. მსგავსი მასშტაბური ტურნირი სპორტის ზამთრის სახეობებში საქართველოში პირველად ტარდება. გულშემატკივარს კი დაუვიწყარი საანახაობა ელოდება და ჩვენი გადაცემის სახელით რეკომენდაციას გიწევთ საკუთარი თვალით იხილოთ საუკეთესო სპორტსმენების დაუვიწყარი გამოსვლა და ურთულესი ტრიუკები. დანა უაიტის გალაწუნების ლიგა შესაძლოა გაუქმდეს. ამის შესახებ კანონმდებლებს ამერიკელი კონგრესმენები მიმართავენ. კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ ლიგა პირდაპირი ძალადობის პროპაგანდაა, ასე რომ გალაწუნება შესაძლოა აიკრძალოს.
ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა და ამისთვის რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო გადაცემის სტუმრებს და ყველა იმ სპორტსმენს, რომლებმაც საკუთარი წარმატებით წვლილი შეიტანეს, რომ ეს გადაცემა რაც შეიძლება უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო. იმედია მომდევნო დღეებიც ასევე სავსე იქნება წარმატებებით და იმ გამარჯვებებით, რომელსაც აუცილებლად შევაგროვებთ და თქვენამდე მოვიტანთ. ალბათ უკვე ჩვენი მაყურებელი მიხვდა, რომ სპორტ ერამ უკვე იმოგზაურა საქართველოს ფარგლებ გარეთაც და მომავალ კვირაში თქვენ გელოდებათ ძალიან საინტერესო სტუმართან შეხვედრა, თუმცა სტუმრის გვარს სურპრიზად ვიტოვებთ, ვინაიდან ვიცი თუ რაოდენ დიდია მისი პოპულარობა და სიყვარული ჩვენს ქვეყანაში, ასე რომ უნდა დაგველოდოთ. მანამდე კი როგორც დაგპირდით, გიტოვებთ გემრიელ ლუკმას, ჩვენი სტუმრის ლევან ცაგურიას ერთი გამარჯვების ისტორიას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ახალგაზრდისთვის მართლაც მოტივაცია გახდება. Little problem getting in sync. Kokai bouncing off. Asashoryu slapping away at Kokai. Kokai moving forward as Asashoryu moving back. Now they steady up. Kokai trying again. And he gets a Kimboshi. Oh, Asashoryu losing on day 2. Kokai does it again. Defeating the Yokozuna for his ვინც სუმო იცის და ვისაც ეხება ქონია, რა თქმა უნდა, ასაშორიუც იცის, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მოჭიდავე იყო მონღოლეთიდან. მე მახსოვს, როცა შევედი ამ სფეროში, იმ წლებში ასაშორიუ იყო ისეთი მოჭიდავე და პიროვნებაც, რომ ყველა მასზე საუბრობდა, რამოდენიმე წელი იყო დაუმარცხებელი და მოხდა ისე, რომ შევხვდით ერთი მეორეს და შევძელი მისი, ასე ვთქვათ, დამარცხება. Kokai tried again and he gets a Kimboshi. Oh, Asashoryu losing on day 2. Kokai does it again. ემოციურად ეს შემთხვევის იყო ძალიან სიხარულის მომტანი და თავშიც ის გადატეხვა მოხდა, რომ შეიძლებოდა ასეთ დიდ სპორტსმენებთანაც ჭიდილი და მოგებაც. ჩვენ წინა დღეს ვიცით უკვე ვისაც ხვდებით მოწინააღმდეგეს და გადავავლე თვალი ბოლო მის გამოსვლებს, გადაწყვეტილება მივიღე, რომ მისი ჭიდაობა, რომელიც მავაში იყო ძლიერი, აი ეს ვთქვათ, არ მომხდარიყო და ფსიქოლოგიურადაც, მაგრამ მოემზადე, იმიტომ რომ მასთან გამარჯვება, ძალიან დიდ წარმატებას მომიტანდა. აი ასვლის მომენტში რაღაცნაირად უკვე თელ ძალას, თელ ღონეს, თელ ასე ვთქვათ, ემოციებს იკრებ, რომ ის ერთი დაჯახება, ერთი წამი, რომელიც წვიტავს ბევრ რამეს, აი ეს ყველაფერი განახორციელო ამდენი წლების, ვთქვათ, ვარჯიშის, ამდენი წლების შრომის შედეგად. ერთი იყო, როდესაც დოხიოზე მქონდა ფეხი და ერთად გადავარდით. ასე იყო ერთი მოგება ჩემასთან და მეორე მოგება იყო, როცა გავიყვანე დოხიოდან. გარდა დარტყმები და ცბარი. უდიდესი შეგრძნებაა, იმიტომ რომ ამდენი შრომის შემდეგ რომ ამ ხელა სპორტსმენს დაამარცხებ, უკვე შენს გეხსნება გზა იმისკენ, რომ ფიქრი იმისკენ, რომ შეიძლება შენს ვთქვათ უფრო ზევით ახვიდე და ზედა ტიტულებს მიაღწიო. ამის შემდეგ უკვე მთელი იაპონიაც ალაპარაკდა, იმიტომ რომ ასაშორიუს მონღოლი უცხოელი იყო და მეც უცხოელი ვიყავი და დაუმარცხებელი სპორტსმენი რომ მე დავამარცხე, რა თქმა უნდა, უფრო თელა ქვეყანამ გაიგო და დიდი სიყვარული გამოხატა ჩვენი ქვეყნის მიმართ.